ეს თევზები ცოცხლები არიან, უბრალოდ ძინავთ. კი, დაიწყეს გაღვიძება. ჩაიხუტე ხალხი. მეთა ჩაიხუტე. ჩვენ ახლა ვართ სოფელ სხვითორში, კონკრეტულად კალმახის საშემეურნეობაში. აქ ხდება ნაკადულის კალმახის ხელოვნურად გამრავლება და შემდეგ მათი მდინარეში გაშვება, ანუ დათევზიანება მდინარეების და ამ პოპულაციის ასე გამრავლება. კონკრეტულად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, დეტალებს ჩვენ ნახავთ მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში. ვიწყებთ თევზების ამოყვანას, რომელსაც ქვირითი უკვე იმ კონდიციაზე აქვს, რომ გამოვიღოთ. ჩავსვავთ ამაუში, სადაც გახსნილი არის დასაძინებელი წამალი, რომ ხელში ქვირითის აღების დროს არ იხტუნოს. ამოვიღოთ ხო უკვე? ახლა დაახლოებით 1 წუთში დაიძინებს ეს კალმახი. რამდენი წუთი შეიძლება რომ გაჩერდეს ამ წყალში ან დაძინებულ მდგომარეობაში? ამ დოზირება, რასაც ჩვენ ვიყენებთ, სადღაც 2-3 წუთი არის მაქსიმუმ. თუ საფრთხო არის? უსაფრთხო არის, სრულიად უსაფრთხო არის. სპეციალურად შექმნილი არის კალმახის საკვების წარმოებელი კომპანიის მიერ, იტალიაში უკვეთავთ ხოლმე. ნახოთ რა გამოვა შემომთავაზეს, რომ მე ჩემი ძლია ამოვიღო ქვირითი. კუდით უნდა დავიჭირო. აი ის დიდია, ის პატარა. მოკიდე ჩაიხუტე ხალხი. აი მეთა ჩაიხუტე. აი მე არ დამივარდეს ხა მეშინია. გონია რომ შეიძლება რამე დაუშავდეს. მოდით თქვენ გააგრძელეთ, გონი ჯობია, რო არ ვაწვალოთ. ეს ქვირითი რო დაუტოვოთ ეხა ამას, თუ ვერ გადმოყრის, მოკვდება ეს კალმახი. ამიტომ სულ უნდა გამოვიღოთ მთელი ქვირითი. აი თევზი ამოიყვანეთ და არ გადმოდის ქვირითი. ხო, თუ არ გადმოდის ქვირითი, ამ შემთხვევაში და თუ გძნობთ ხელში რომ თევზს უმცირში ქვირითი აქვს, ამ შემთხვევაში თევზი გადადის მოსამზადებელ აუზში. ისევ ცოტა ხანი უნდა დავაყოვნოთ, იქამდე სანამ ქვირითი მომწიფების ბოლო სტადიაზე არ მივა და თავისუფლად არ გამოიყოფა ორგანიზმიდან. ეს არის ლიტრა ნახევარი. ლიტრა ნახევარში დაახლოებით არის 25-დან 30.000 ცალამი. ეხლა ეს უნდა გავანაყოფიეროთ. ეს უკვე მამრებია. ანუ მამრებს არ აძინა? არა, მამრის შედარებით პატარა ზომები ყავს და არ ჭირდება დაძინა. რძემჟავა უკვე ქვირიც აერია, კარგად არის შერეული. ეხლა აქტივაციის პროცესი რო დაიწყოს, ამას ჭირდება წყალი. რომელი ქვირითიც არ განაყოფიერდება, ის გათეთრდება, კაი. ის უფრო მჩატე არის და გადარეცხვის დროს გადაყვება. ქვირითი გავრეცხეთ, სუფთა წყალი არის, ამ ქვირითს ახლა ჭირდება დაახლოებით 3 საათი, რომ წყალი შეიწოვოს და დაისვენოს. ამისთვის საინკუბაციო კალათებში უნდა გამოთავსოთ. სადაც დარჩება, სანამ გაუშვებთ იმ პერიოდამდე. გადავაფარებთ, რომ შუქი არ კონდეს, უნდა იყოს სიბნელეში. სანამ თვალების სტადიაზე არ მივაქვს, მანამდე ამის განძრევა უკვე აღარ შეიძლება. უნდა იყოს სრულ სიბნელეში. თვალების სტადიას იმიტომ ეძახიან, რომ თვალები უჩანს. ანუ მარტო თვალებია და მარტო თვალები უჩანს, კი, პატარა. დაახლოებით 30.000-მდე ქვირითი გვაქვს. ამ რაოდენობის განაყოფიერებული ქვირითი მდინარემ რომ მიიღოს, დაჭირდება, არ ვიცი, ალბათ 20 წელი, შეიძლება 30 წელი. ამას ჩვენი დახმარებით მდინარე ახდენს 1 წელიწადში. ანუ თქვენ თევზს მდინარეში უშვებთ ეგრეთ წოდებული თვალების სტადიაზე. ქვირითი თვალის სტადიას. თუ ჩვენ გაუშვებთ ლიფსიც, რომელიც უკვე შეგუებული არის ხელოვნურ კვებასთან და ადამიანთან ურთიერთობას, ის ველური პოპულაცია ვერ იქნება, მოდი მარტივად. რატო აფარებთ თავზე? რომ არ მოხდეს ბასეინიდან და ქვემოთ რო არ დაწვიდეს. იმიტომ რომ ხტუნაობენ. თქვენ მითხარით, რომ 24 საათია საჭირო აქ ყოფნაო და რატომ არის საჭირო რომ მუდმივად აქ იყოთ? ძალიან ყურადღება უნდა. ხან წვიმა, ხან წყალი მოვარდება, ნიაღურები იცის. ერთი ტოტი ჩამოვარდეს და შეიძლება სულ დაკეტოს მთელი ხეობა. ზამთრის პერიოდია ძალიან მძიმე პერიოდი. ყინვა, თოვლი. მილები შეიძლება გაიყინოს. მილები შეიძლება გაყინოს, მილებთან ყინვა მიდის იქ და უკვე წყალი აღარ მიეწოდება. თქვენ
მითხარით, რომ ხშირადო საქართველოში დიდ კალმახს ორაგულს ეძახიანო, რაც არ არის სწორი. კალმახი იბადება კალმახად და რჩება კალმახი. ორაგული არის სხვა სახეობა, ის არ ბინადრობს საქართველოში. დიდი კალმახი ორაგული არა. და წითელი წინწკლები შეიძლება არ ქონდეს. წითელი წინწკლები არის ასაკი. ახალგაზრდა ასაკს, რომელიც მდინარეში მდინარის საკვებით იკვებება, იმ კონკრეტულ მდინარის მწერებს თავისებული პიგმენტის შემცველობა, რაც კალმახს აძლევს წითელ ხალებს. 4-6 წლის მერე დაახლოებით კალმახი უკვე იწყებს წითელი ხალების დაკარგვას. იმიტომ რომ გადის მდინარიდან. თუ დიდ მდინარეში გავა, თუ ტბაში გავა, თუ ზღვაში გავა, წითელი ხალები გაუქრება. და ყველაზე დიდი რა ზომის შეიძლება იყოს? კალმახი ცოცხლობს 20 წლამდე. მსოფლიოში რეკორდი დაფიქსირებული არის 22 კილოგრამი, მაგრამ ჩვენი საშენის პირობებში 8 კილოგრამს ცოტათი გადავწყვეტ.